სულაკაურის გამომცემლობას რაც შეეხება, მათგან გვაქვს ახალი საჩუქარი, ძალიან კარგი საჩუქარი. ეს არის მარი ბექაურის წიგნი, რომელშიც შესაძლოა ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, სხვათა შორის და მე მინდა მას დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ამ წიგნში ამოვიკითხე ის, რაც მე ძალიან ბევრჯერ მინდოდა მეთქვა და ვერ გამოვხატე, ჩემი დიდი სიყვარული ხულიო კორტასარისა და არგენტინის მიმართ. არგენტინასაც ბევრჯერ გვისაუბრია და იმ მიზეზად რატომ მიყვარს არგენტინა, რატო ვარ არგენტინელი, ასე ვთქვათ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მათ შორის არის რა თქმა უნდა ხულიო კორტასარი, დიდი არგენტინელი მწერალი და აი მისი არ ვიცოდი რომ ესე იგი მარი ბექაურს წაკითხული მქონდა რა თქმა უნდა მისი შემოქმედებას ვიცნობდი, მაგრამ არ ვიცოდი რომ ასეთი სიყვარული მქონდა საფლავების მიმართ, როგორც მე და ხულიო კორტასარის საფლავი მოინახულა პარიზში მოგესალმება დაკრძალული, ვისაც უყვარს კორტასარი იცის რომ ის პარიზში ცხოვრობდა, მეორე ნახევარი მისი ცხოვრების თითქმის გაატარა პარიზში და დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე. ეს არის წიგნი, ერთგვარი სინთეზი, ესე იგი მისი დამოკიდებულებებისა ქართული ფენომენის, უამრავი ფენომენის მიმართ და ესე იგი არის სათავგადასავლოც დოკუმენტური პროზის. მოკლედ, სანორიოთ რა არის ამის განსაზღვრა პრინციპში არც არის მნიშვნელოვანი არის სიამოვნება, რომელიც ელის მკითხველს ამ წიგნის გაცნობის შემდეგ მინდა მარის დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ გურამ დოჩანაშვილი რამდენჯერმე გამახსენდა გურამ დოჩანაშვილის ბატონი გურამ ცნობილი ფრაზა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაარჩიოს მკითხველმა კარგი წიგნი ცუდი წიგნისგან. ანუ როგორ უნდა მიხვდეს, რომ ცუდი წიგნი შედის არც არსებობს, მაგრამ ყველაზე კარგი წიგნი როგორ უნდა ამოიცნოს, იმიტომ რომ კითხვის დროს თუ ზღვანტელი მოგრის წიგნი აუცილებლად დაბურძგლავს, როგორც ბატონი გურამი ბრძანებდა ხოლმე. აუცილებლად ეს არის მთავარი მინიშნება, რომ ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა და რამდენჯერმე დავემართა მე ამ წიგნის კითხვისას.